გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქართულ-გერმანული სკოლის მოსწავლეებს ჯილდოები ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ თავად გადასცა. ბავშვებს ნონა გაფრინდაშვილის საუკეთესო პარტიების კრებულიც დაურიგდათ. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ტურნირი ქართულ-გერმანულ სკოლაში ანიდა ცეტი წელს უკვე მესამე ჩატარდა. მოზარდებს შორის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. პატარა გამარჯვებულებს მრავალგზის ჩემპიონმა პრიზები თავად გადასცა. თასი მივიღა, წიგნი პირველ ადგილოსნებს დაურიგეს და უკვე ორი წელი პირველი ადგილი მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია ის ფაქტი თვითონ, რომ ნონამ თვითონ გადასცემს ჯილდოს გამარჯვებულ მოსწავლეებს. ეს არის საოცრად დასაფასებელი. პრიზების გადაცემის შემდეგ მოჭადრაკემ მოზარდებს თამაშის სეანსი ჩაუტარა. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა მოსწავლეებს მობილიზებასა და წიგნთან ურთიერთობაში ეხმარება. Რომ ვიკითხებოდი, რომელს გინდათ მეთქი, რომ სპორტსმენი გამოხვიდეთ მეთქი, იმიტომ რომ ჩემთვის რა არის ნიშნობა, ჩემთვის ახალგაზრდა რაც არ უნდა გააკეთოს, თუ კარგად გააკეთებს, ნორმალურად გააკეთებს, ეს არის ოჯახისთვისაც, ეს არის ქვეყნისთვისაც. ყველა ვერ გამოვა სპორტსმენი, ყველა ვერ გამოვა მეცნიერი. ყველას აქვს თავის საქმე. თავარია შინაგანი დამოკიდებულება. ტურნირში გამარჯვებულებს მოჭადრაკემ საკუთარ სახლშიც უმასპინძლა და წლების განმავლობაში მიღებული ჯილდოები დაათვალიერებინა. ნიჭი ყოფნის საქმეს. საჭიროა შრომის მოყვარეობა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც მამაკაცთა შორის იასპარეზა და დიდოსტატის წოდება მიიღო. წელს კი მან თავის ჯილდოებს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა. ამჯერად ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.